გილოცავ დედის დღეს. დედის დღე კი არა ბიჭო, ნახე რა კანონს იღებენ პარლამენტში, ეს დეგენერატები. ეს კანონი რომ იყო დედა გვექნება მე მართლა ყველას. ყვავილი იყიდეო მარიკო, როგორ ახსოვდა? ვიღაცებისგან განსხვავებით. არც მე მახსოვდა. შენ არ მომეცილარიანი მიდი ყვავილები მიყიდეო? რა სისულელეებს ლაპარაკობ, მარიკო? სისულელეებს არა, სიმართლის. ყვავილებს ვისგანაც ყიდულობთ, იმქან მამითხრა, რომ 5 ლარიანი ყვავილები იყიდეო, მაგრამ მე რო უთხარი მარტო ლარიანი მაქვს მეთქი, ასე თქვა, რომ მეც მაგარი ვარ, ვის ველაპარაკებიო და რა უნდოდა? რადა რო ჩავალე ხადათ, მეებს გადავაცლი. აი ეგ უნდოდა. დეგენერატი. ისე ინგა ძალიან მიგორს უფრო ძვირიანი რო არ გაიმეტე საკუთარი თავისთვის. და ლარიან ყვავილს დაჯერდი. ძვირიანების ხებმა უნდა მიყიდონ, მაგრამ არ უყიდიათ რატომღაც. არ უყვართ ალბათ დედა და საჭმელი რა გვექნება დღეს? თაიგული ნიუ-იორკ წყალში, შენი ნაყიდი. ვერცხი შეიწვი. იმდენი ვერცხი ჭამე, ბოლოს ამ დღეში მალე მე თვითონ დავდებ. კარებიც არ გააყოთ თქვენ. გამარჯობათ? ქალბატონო, აი ეს ყვავილები თქვენ გამოგიგზავნეს. ბრალას და ეს არის. მადლობა გენაცვალე. ვინ გამომიგზავნა კაცო ეს ყვავილები? იმან ვისაც მთელი დღეა ლანძღავ. დედა თავრობამ გამოგზავნა ვითომ? აი აქ დაბრძანდით ქალბატონო, მე ავდექი. დაუთმედი. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ის ამხელა პენსიონერი ქალი ვარ. მარიკო, ჰენ შენი ბარათი და დააფიქსირე მინდი. რა ჩაირთო ეს? აი მე როგორ ჩაირთო ეს? დედა როგორ მესიძღება ამის სიხმა? ფულისტი ესა. ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხლა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატონო, ზვიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლენ მე რუსების იმანა კი ვართ აგერ ჭაობში. აი ეს მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამხელა ქვენ მოქმედი და ის არის აყავა ქვეყანა. კოცალა ბაბოს დაუთმიათ კიდე თუ. ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადი. რა ქვეყანა აყავა ქალბატონო? სოციალური ბარათით გადაიხადეთ მგზავრობის ფული. არ დამენახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ამ რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ის შუახნის ქალები იმას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ეგ ავანტყოფობა არის უკვე. დაასიცხლიანეთ, დაასახით სამდენი ხალხი და ციხეში გაუშვეთ, წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანდით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკებ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებული 15 ლარი. რა გვეშველებ. მაგრამ უნდა გვეშველოს კაცო, როგორ არ გვეშველებ. აუ ჯეკოჩრედი შნე შეღებო. არ ვიცი ველოდები რაღაცა უვარგი სინდრომი მომყიდა მე მგონი იმ ქალმა რა. რომ ნახავ უნდა უსაყვეტურო. იმედია რომ შაშენდილივით არ იქნება. სტაფილოსფერი რო იყო კვეცხები. მორჩით ხა დედა თქვენს კრიტიკასა. ჩათ მაღაზიაში დროჟი არის ამოსატანი. ბებურა შეცხობ. ხა ჯაპონს გეცხობ ჩვენო. ჩვენ ზრახს ყანი ჩამოვიტანე და. აუ იმინე მაგრე გაესწორებს ხაჭაპურინა. სულ ყველად გიხარია ქალბატონო. ეგ ხაჭაპურები არ გაიჭრება კვირამდე. ორი დღის მერე რაღაც გვინდა. გამხმარი ხაჭაპური. ინგა, როგორ ახართ? აი ეს დროჟი მომრჩა ზედმეტად და გამოგადგებათ. შენ გაიხარა შვილო. დროჟი მაყდებოდა ხაჭაპურის სამზედა. ხაჭაპურს აცხობთ. გაგისინჯავთ მაშინ დღეს. აუ ძალიან ჯიგარი ხარლია დეიდა. აი მე ლია შენთან დარეკვას ვაპირებდი ახლა ერთი კარგი პასკის რეცეპტი უნდა ჩამაწერინა რა.
კარგ პასკას უნდა ფქვილი, კვერცხი, პესოკი, ერთი პაკეტი მიხაკი და ერთი პაკეტი დანარჩენი. დანარჩენი რას ქვიალია? აი სულელი რო არის პაკეტში. დარიჩინი, ჩავიწერ მერე. ანესტეზია ვერაფერი მიჭირავს ხელში. მწვანე იქნება უეჭველი. წითელია, ფუშინი. ეხლა დავამა. ეს თუკათები ვინ შეჭამა? ნახევარი კილოიდო აქ. ანესტეზიამ შეჭამა მთელი პარკი. ხაჭაპურს თქვენ აიჭრით და თუკათი მაინც ჯამო. ბოლო გაკვეცილი და მაგიტო მოვეწი ადრე, რო არ მეჩხუბოთ ყვილა. ნამდვილად ამწყელა ხა შენთან საჩხუბრად რა, ისეთი ამბები არ ქვეყანაში შეხედე. ანასტასია გავიდეთ ხო დღესაც აქციაზე? კი, აბა უეჭველი, მანამდე TikTok-ს ვსკროლავ. ბევრი კარგი TikTok-ერია გაჩუმებული სამწუხაროდ და ხმას არიღებს რუსულ კანონზე. გული დაგწყდება პროსტა რა. მეტი გასაჭირი რაღა გინდა რომ ხმა ამოიღო. მაგ კანონზე მზექალა მასწავლებელმა გვითხრა რომ ეგ ჩვენი საქმე არ არის და პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ არავინო. აი შეუბედურო უნდა გეთქვა მერე. არა, მასწავლებელი ხარ, ამას რო ეთქვი ბავშვს. მის დღემში ჩუმად რო იყვნენ მასწავლებლები, იმიტომ აქვს დღეს დალხენილი საქმე. გუშინ თეკლა დავგვარგეთ აქციაზე რა და ნახევარსაცმელი რო ვიპოვეთ, მიკროფონთან ასვას აპირებ და სიტყვით უნდა გამოსულიყავიო. მინიმუმ მაგისათი ყოფილი იყო იქ აქციაზე და ტრიპაჩობა უნდოდა. ეგ კი არა ის პლაკატი რო გაგვეხა გუშინ აქციაზე, საწყალმალია მთელი დღე ხატა ის დროშები და წარწერები ზედ. ომარიკო, საქმე არა გაქვს, მედი არაფერი გააკეთე, რაღაცა პლაკატი დახატე დროშები ზედ და წაგიყვან აქციაზე საყავლოს. ინგა მოვეცი, ესე იგი პირველი, მეორე და მეოთხე სართულები მოდიან აქციაზე. ჭვალია და მათგა იმდენივე არ ეკიბეებზე. ნოშპადალი ელიადეიდა. საღამოს კიდე საქართველოს ევროპის ადრიგძოლი დავლიოთ და ისე წავიდეთ აქციაზე. დედასაკ დამალული ვარდის ლიქიორი მეორე კარადაში ბოლოთაროზე. ესე იგი რა. ახლა გაჩუმება დანაშაულია. არა რუსულ კანონს. ეკარებს აკაკუნებს ვიღაცა. რა შეშინებული ხარ ვერ გავიგე. ოღონდ კარები არ გააყოთ და მე წავალ. გუშინ ოყურებინე საშინელებათა ფილმს. ხერხის სამი და მთელი ღამე ბურგავდა. დედა, მაგიტო დამხვდა ხო ესე დილით გავსებული გარშოკი. ვინ გვესტურანეთ? დედა, მედიკო, საიდან გაჩდი გოგო აქ? ინგა, როგორ მომენატრეთ გოგო, გადმოვდივართ მე და თამაზი ისე ვულკან, 2 წელი ხო გაქირავებული გქონდა. მიდიან ახლა ესე დგმურები და მე რუსებმა მოინდომეს ქირაობა და მე უთხარი, შემინებით სახში განავალს ვერ შეუშვებ მეთქი. დედა, გოგო სულ არ შეცვლილ ხარ, ჰა? ხო, ნუ რა ვიცი. მედიკო! მე მოვიდა მე მგონი თამაზი წავიდე მივხედო. გოგო ბარგდებით უკვე და ისეთი მისალაგებელია სახლი რომ შესვლა არ მინდა. გოგო დალაგებაში თუ გინდა მოხმარება ვეთყვი აგენ ანასტასიას და შემოგივლის. არ ყოფილა გოგო სახლში გაძრა ალბათ ისევ სადღაც და რო ვნახავ რა სუზამ. მე ეკლესიაში ფულზე ლაპარაკი ვის გაუგია კაცო? ბაზარში ვართ. მე არ თქვა დამრიგო, ეკლესიაში მოდიან და კაპიკიანი არ უგდიათ ჯიბეში. იმ დღეს თუ მამამში საწირის 5 გახსნა, სუცარიელი იყო, ნეტა არ მენახა. მე მაგას არ ვამბობ გოგოებო, სად შეიკრიბა ამდენ წუწურაკი მე არ ვიცი. მამაოზე გამახსენდა, ერთ კვირაში მამა თევდორე არის იუბილარი, ხო და 100-ს ლასვთებთ, რომ ესეთი ოქროს ძეწყვი უყიდოთ მსხვილი და დანარჩენი თახით მე ვიტრაპეზებთ რესტორანში. აუცილებლად დამრიგო ხვალე ვიღებ ლატარიის ფულს და ჩამოვიტან მაშინათვე. 100 ლარს დებთ? გოგო, რა ვიცი, ისე ძალიან მეუხერხულება მე ამ დაბადების დღის მოწყობა. რა ვიცი ხარ, უნდოდეს მამაოს გადაიხდიდა მე მგონი. სადა გოგო მამაოს მაგდენი ფული? რეკავს. დიახ, მამა თევდორე. კარგით მოვიკითხავ. წითელი ოპელი ვისია? შენია ალეკო. მე გადააყენე კაცო, მამამ დამირეკა ვერვეტები ლექსუსითო. მე რამდენად უნდა ვაწვალოთ კაცო ეს კაცი შემოსვლაზე? შემეწოდება ხოლმე რაღაცნაირად ხანდახან მამაო. ტატუ გავიკეთე, ინგამარიცის ოღონდ. სამძიმრისთვის შავი კაბა დამჭირდება. ინგა აქ კუწავს. ძალიან მომეწონა ეს და მაგდენი ვეღარ ვიფიქრე. თან ძალიან მაგრად ხატავენ ეგენი, სადაც მე გავიკეთე. გოგო, ვისთან გაიკეთე? ეხლა მეც მომინდა. ტატუ სტუდია როა ზონა. ფალიაშვილის 36-ში. პროსტა რამდენიმე არიან მან და მე ლუკასთან დავიხატე.
აუ მტკივნეული არ იყავ, ასე მგონია რომ ვერ გავუძლებ. აუ მეც ეგრე მეგონა და იმენა ვერაფერი ვერ ვიგრძენი. თან ისეთი ლამაზი სტუდია იყო, არტობა. სტუდია კი არა გოგო, ინგას როგორ უნდა უთხრა ახლა ეგ? აუ მომკლავს ხო? თან ვერც დავმალავ, იმენა მაჯაზე დავიხატე. გოგო, ბენდენა რა შემოიხვიო? რა ბენდენა გოგო, თეკლა გურგენიძე კი არ ვარ. აუ მაპატიეთ, ეგ რა ძალიან განერვიულებული ვარ. ვსო წავედი სახში და იმენა პირდაპირ ვეთქვი ყველაფერს. ინგა ხო იცი ახალგაზრდა თაობას ყველაფერი ესმის, შენც გაგიგებს. აი მოვიდა ანასტასიაც. ანასტასია დაჯექი მოდი, რაღაც უნდა გითხრა. მეც უნდა გითხრა რაღაცა. დაიცადე ჯერ მე მათქვევინა, თორე გამისკდება გული. მოკლედ ტატუ გავიკეთე. ინგა წავედი მე, თეკლას უნდა უთვალთვალოთ. რა თეკლას უნდა უთვალთვალოთ, კაცო, რატო? ნარკოდილერია და მაგიტო. რატო უნდა უთვალთვალოთ, ვიღაცა ბიჭს ხდება და არ გვეუბნევა. მერე ეს თვალთვალი რა არის? მის მინებს სახურავზე ადით და იქიდან ჩანს ხელის გულივით ყველაფერი. გვაქვს უკვე გეგმა, წავედი. ჯეიმს ბონდ. მოდი შენ უთვალთვალებ ხომ სახურავიდან. წადი ახლა თუ მიდიხარ. კაი ხო. ობიექტი სადარბაზოდან გამოდის. ობიექტი გადაადგილდება. მიიღება. ობიექტს ხედავ. ვარდისფერი მაისური და შავი ჯინსი. თიკო რა სათვალე გიკეთია რა არის? სვარკაზე მუშაობ? მაგის დროა ეხლა. ობიექტს კარგავთ მიდის. გასაგებია, მიღებულია. ობიექტს უკან მივყვებით გარაჟებისკენ. რა გოგო, ბაბა ვის მიყვებით? თქო თეკლა? შენ აქ რა გინდა? ვის უყურებთ აბა ჩვენ? ეგ ჩემი უმცროსი და ვიცოდი რომ ითვალთვალოდი და ჩემნაირად ჩავაცვი. რა ტყუილა ვიწვალეთ პროსტა? დაიც ერთი წუთი. ხო ინგა. გადაცმული ადამიანი როგორ ვერ იცანით, გოგო? შენ რა იცი? ამოიხედავ მაღლა ვარ. სახურავზეა. ვაიმე 39 კომარიკო სიცხე რაღა ვქნა. აუ ძანციო. მე ძრიან წინდებს მოგიტან. შენ კიდე პარაცეტამოლი დაალია მანამდე, მიდი. როგორ არის პაციენტი? გადარჩება? მიმღებში დაელოდ, სულ გამოვშტერდი მეც კიდე რა აღარა ვარ სრულ ჭკუაზე რეებს ვლაპარაკობ. აუ კორონა ხო არა აქ? კორონა კი არა ვიღას ახსოვს ერთი. გაცივდებოდა კაცო იმ დღეს ეზოში დარბოდა ოფლიანი. დეგენერატი ეგ. ინგა, როგორ არის ბავშვი? ისეთი მაღალი სიცხე აქვს, რომ იწვის ბავშვი რა. ძმარი მიმაქ ახლა იქნება ამან მაინც უშველოს, 1000 საქმე მაყრია თავზე. მომიციმე შევუტან შენ საქმეს მიხედე. აუ ისე ჯიგარსონალია დეიდა. ერთადერთი ნორმალური მეზობელი გვყავს. ლია ოქროა კაცო რას ამბობ, არაფერი რო არ ეშლება ეგეთია ზუსტად. ინგა დალია სულ წინააღმდეგობა კი გამიწია, მაგრამ მაინც სულ დავალებინე. ცეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მე-4 მაგიდისთვის. აუ რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი ერთ-ერთი მოვიდა მე-7 მაგიდა. ხო? ზა? მაგათ მიმოიმსახურები მე მიმიშვი. გამარჯობა რას მიირთმევთ? გამარჯობა. შერაკინდა აქ. რას ქვია აქ რა მინდა ქალბატონო აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა. თეკლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხამე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რაიმეს? მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღებ, მაგმაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარეთით ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ მე მარტო ბარათი მაგდო. კი ვიცი, ქალბატონო თქვენ ხარ გაქვთ ქეშად თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი,
აი აიღეთ 100 ლარიანი. რა ხუდა არ გნებავთ? ძალიან კეთილი ხარ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. აუ ერთი კალბესი კიდე რო ავიღო ახოტნიჩი. აიღე ხო ოღონდ მალე შეჭამე. ვაიმე მარშრუტკაზე რო დავაგვიანოთ, აი ჯოჯოხეთს მოვაწყობ ავტოსადგურზე რა. აუ სოფელში ღორი რატო უნდა დაკლან? იმიტომ რომ ეგ ღორი იყო კრიმინალი. მეზობლის ქათამი მოკლა განზრახ. ნეტა არ აგიჟებდე ბავშვს რა. რატო კლავე ნომარიკო და გავერთობით დროს ვატარებთ და ვიქეიფებთ. ტაქსი მოვიდა მე მგონი და წავედით. მიკროავტობუსი გადის ავტოსადგურ ნიგეს ტერიტორიიდან. ჩოხატაური ოზურგეთი, ზესტაფონი ქუთაისი, ბათუმი ქობულეთი. აუ ვინ ლაპარაკობს? მარშრუტკების გამომცხადებელი ქალია ეგ. სად ზის ეგ ქალი? არის ზის? ზეცაში. აბა გადავიხადოთ მგზავრობის. დიახ, აი აიღეთ ჩვენი სამი მგზავრის. ვა, როგორ მოხდა რომ სამი ვესი გადაიხადი? შაშენ ბარგის ჩანთაში რო ყავდა ბავშვი ჩატენილი. აბა წავედით. ომარიკო მანდებს პარკები და გული თუ აგერება იცოდე. იმინა ზომბი ვარ. თელი დღემდე რომ საწოლში ვიკოტრიალო. ენერგიის ნატამალი აღარ შემრჩა. აუ თან ძალიან ცხელად. ეხლა რომ წავიდე სახში მგონია რომ გზაში დავეცემი. აუ ბაზერია რა. მიდი მაცივარში ორი ვიბარი ქავერიდებს და მოიტანე. ვივაკი არა ყავა მინდა ხე 1-4 ჭიქროც და გავგრილდე და მოვიხოდო. ვირა ყავა გოგო, ვივა მოიტანე მეთქი. ენერგიას მოგცემს და მოგხოდავს. თან სპეციალურად ჩავეცე გუში რომ უკეთესი გემოქონდეს. გუშინ დაიწყე გახსოვს? ასე მგონია რომ რაღაცა მოხდა და ვერ ვიხსენებ. აუ ამას მეც კი დავვლევ. რა? თეკლა ორგანიზმისთვის რები მაქვს მიწერილი. თეკ ყველაფერი წარსულს გავატანოთ მიყვარხარ გუში. ხადაობ? სულ არ მიყვირს მე ეგ მესიჯები. რაჩინა თეკლამ გუშინ შალახო იცეკვე დღამე რა ვიცი. შვენიერი გოგოა ყველა ერჩით. ხვდები ახლა რას ამბობ? როდის ვიცეკო შალახო? ხო, შენ შეიძლება აღარ გახსოვს, მაგრამ მე ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. იატაკი და რო იღებდი ჭიქებს, რა გეგონა ვერ გავიგე. კი ბატონო, ის ჭიქა გადა და აღარ დავეძებ. დაიხედე ახლა შარვალზე. აუ გამოგლიჯილია შარვალი ბროსტა. Happy New Year, teacher. Wish you all the best. Ой, შენ ჩოკოლადი მოიტანე გოგო. I think my diabetes is getting worse today. Have a seat. Almost მე ხელცარიალი მომიწია მოსვლა. Sorry. არა უშავს თეკლემ, თავარია გული გაგსავსე. ბიჭებით. Okay, let's begin our lesson with some speaking exercises, like we always do. გაიგე ხო თეკლე რაც თქვა, დღეს ადრე გაგიშვებ თუ. კი, მესმის ყველაფერი. კარგი, ანასტასია, tell us please, how was your day today? It was stressful, especially when I met this girl right there. Tekla, was it stressful for you too? გადასახადსულის მომიტანო გეკითხება. Tomorrow. კარგი გოგოებო, დღეს სიტყვებსაც უნდა ვივარჯიშოთ ჩვენ ტესტებით, მაგრამ 2 წუთით გავალ რა. My daughter has a fever. I should check on her. Okay. აუ რა თქვა ბოლომდე ვერ გადავითარგმნე. რადგან რომ უელ გაკვეთილი უნდა ახსნა სკლეროზზე ინგლისურადო. მოვედი. She's better now, but I'm still nervous. აუ მას ბიბია ჩემსაც ჭირდა და გარდაიცვალა. დაიძიდი რაღაცა. გამოვედი გამოცდიდან, ბახტრიონი შემოხდა. ბახტრიონი ვინ არის? რა ვინ არის პოემა ბახტრიონი შემოხდა? მაგარი დავითარ საერთოდ არ მინდოდა ეგ. რაღაცა შენი ლაპარაკი არ მომწონს. მე როგორ დაწერე თქვი ახლა და წავიდეთ კაცო სახლში. შენი ძმა აგერ მთელი დღე მზაზე მიყენია, დაისიცხა ბავშვი. არა, კარგად წერი მგონი. რედაქტორების შეცდომებიც კარგად ვიპოვე. ოღონდ არ მახსოვს რამდენი. თუ და რანაირად ლაპარაკობ, ანასტასია, ხომ უნდა ვიცოდე კაცო, იმ შენ მასწავლებელს ვუყიდო ბაბანერკა თუ არა? ეს გრანცეცა იღებს, ნიგადეი დაინახავთ თუ არა?
აიმე შენ პირ შაქარი თეკლა შვილო. შაქარი მაგ პირზე? თიკოსაც დავილოდოთ და ერთად წავიდეთ რა, ცოტა ხანში გამოვა. ვაიმე პატარა ბაბუს გული წავიდე და მოხედეთ ვინმემ რა, რაღა გახდა? ვაიმე ომარიკო დამესიცხა ბავშვი. ტონეტი რომელმა დატოვა ჩაურეცხავე. კანალიზაციის სუნით გასუცაცევისა ვერ გავანსხავე რა. მე მაგსაცივს არ შევჭამ. კანალიზაციის სუნისგან თუ ვერ გაარჩიეთ. დედა რა დროს კანალიზაცია? ხალხო მოვიდა ახალი წელი რა გჭირთ? მოიტანე ეგენი სუფრაზე რა. დე ასაფეთქებლები როდის უნდა ვისროლოთ? არანაირ ასაფეთქებელს არ ვისვრით. ცხოველები არიან გარეთ და ეშინიათ. თან შენ მეკვრე უნდა იყო კაცო, გახვალ 12-ზე გარეთ და შემოყრი კამპეტებს სახლში. აუ მე მეზარება არ მინდა კამპეტების შემოყრა. თან მაშინ ძლივით ისევ მეჩხუბები. რაზე გეჩხუბე მე ეგეც თქვი. სახლში შემოყარე მეთქი კამპეტები და გადაყარე შენ სადარბაზოში მოარიალა რა. წამოკრიფეს მე მეზობლებმა ის ძვირფასი ყარაყუმის კამპეტები. იმ გამკეთებისალათაში ლობიოს მარცვლები რატო ყრია? რატო ყრია? ლობიანი ხო გავაკეთე. მომრჩა მე მოხარშული ლობიოს მარცვლები და ხო არ გადავყრედი კაცო. მოვაყარე ლამაზად სალატზე. აბა წეცე ხაჭუქები ჰაერში. დანოცილი იყოს ეს ოჯახი ეს მიწაწყალი ჩემი სამშობლო ქართველი ხალხი. მრავალჟამე ხაროთ ამ მიწაწყალზე ქართველებს. მრავალჟამეა. აუ ბებუშინერი თაობა რომ მოდის წმუნდები რო არ გადავშენდებით. Cheers. გაგვიმარჯოს ყველას. აუ დირას ხიამჭიქაში. შინდის წვენია ეგ. არა ბიჭო ღვინოს დაგალევინებდი ახლა ამ სიკეთის დროს რა რომ მომეწამლო. სამაგიეროდ უკვე სრულწლოვანი შვილი დალევს დამოუკიდებლად ამაღამ. კინგა ხომ მომცემუფლებას. ეკვლე მოგვივიდა ალბათ. დედა, ნაზიკო, ჩამოხვედი გოგო.